გილოცა! გილოცა უკვე 18 წლის გახდი და ესეც შენი დაბადების დღის ტორტი, მაგრამ კიდევ გვაქვს საჭი. ვინ ვსოლოდებით? კი, მაგრამ გადავაცილეთ? არა, ჯერ ერთი კვირა გვაქვს. არანაირი ვადა გადაცილება. დღეს უბრალოდ ბავშვის დაბადების დღის მოსალოცად მოვედი. ეს ჩემგან. კარგად მოწყობილ ხართ, შვენიერი სახლია. იცი რატომაც მოგვედით, ჩემი მამირჩიეს ხომ გითხარი. რამდენჯერ ვიყავით ამ ბანკში, არ გიდასტურდება შემოსავალი და არ მოგწევს ბანკი ამ ხელას ეს რამდენჯერ უნდა გავიგეო. ბავშვის მომავლისთვის მე აქ მოსული. არ დავრჩებით, ან მოამბობ ქუჩაში დავრჩებითო, ბანკში რო ვერ გადაიხატო ის იქ არ დარჩები ქუჩაში. მე ვახშეს რაც უნდა შენი ბინა. თავარია მაგას პროცენტები უხატო. სწორედ აქ წდები ჩემო გიორგი. ეს ბედკრული წყვილი რამდენიმე წუთში გადადგამს ყველაზე საბედისწერონაბიჯ მათ ცხოვრებაში. მათი შვილი სკოლას ამთავრებს და ნიჭიერი და ჭკვიანი ელენეს საზღვარგარეთ სწავლების დასაფინანსებლად ისინი მევახშისგან აპირებენ ვალის აღებას. დონშილოკი მზადია. აბა, გისმენთ. სესხი გვინდა. ეგ ვიცი. რამდენი? გავიგე. პირობები გაგაცნეს? შილოკის შესახებ გიორგის თავისი დის ქმრის ბიძაშვილის მულმა ურჩია. მათ ტელეფონით ისაუბრეს და პირობებიც დეტალურად აუხსნა. მეტი ინფორმაციისთვის წერილიც გამოუგზავნა. პირობები ასეთი იყო. შილოკი მათ 25%-იანი განაკვეთით ასესხებდა თანხას 50,000 ლარამდე, რომელიც მათ 1 წლის განმავლობაში უნდა დაეფარათ ნაწილ-ნაწილ ან ერთჯერადად. თუმცა შილოკს გარანტია სჭირდებოდა, ეს კი მხოლოდ ერთი გზით იყო შესაძლებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მევახშის თანხას დააზღვევდა. არ გვინდა რა წავიდეთ, არ შეიძლება, რა გვინდა აქ საერთოდ. ფიქრობდა ანა, რომელსაც ეს იდეა თავიდანვე არ მოსწონდა. სხვა გზა არ არის. ბავშვის მომავალია სასწორზე. ამ მომენტიდან 15 წამში გიორგი ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. რა ქნეს მაინც მოაწერეს ხელი? ჩემი ეს? ხო და რატო არის ეს ნასყიდობის ხელშეკრულება ესეთი საშიში? მაინც ვერ გავიგე, ბანკიდან რო აიღოთ, ხო მაინც მოუწევდათ რომ ბინა ჩაედოთ. ხე როგორა კი ბანკიდანაც ვალს რომ მიღებ, მანდაც ეს გარანტიის სახით უზრუნავი ქონების უზრუნველყოფა ხდება და იპოთეკით იტვირთება. და სხვა წესები მოქმედებს, მოკლედ რა, ეხლა კანონია, რომელიც იცავს მომხმარებელსაც მათ შორის. შენ სესხის პროცენტს იხდი, ბინა შენია, კი იპოთეკით არის დატვირთული, მაგრამ იურიდიულად უფლება შენ გაქვს ამ ბინაზე და ასევე თუ ვერ გადაიხდი, მერე იწყება დავა, კრედიტორმა უნდა გიჩივლოს, როგორც წესი ეს ცოტა დროში იწელება, ამასობა შეიძლება ან მორიგდე კრედიტორთან,
ან გადაუხადო, ან რაღაცაზე შეთანხმდეთ. მოკლედ ბინას პირდაპირ არ კარგავ და რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ ნასყიდობას, გამოსყიდვის უფლებით, ხელშეკრულებას, აქ პირდაპირ იურიდიულად ჩათვალე რომ უფორმე ბინა შენი უკვე აღარ არის და იმ ფულს რასაც იხდი, იმ პროცენტებს ყოველთვიურად ჩათვალე რომ ქირაში იხდი. შენ სახში გამოდიხარ მდგმური და იურიდიულად სხვა არის ამ ბინის მფლობელი. ჯანდაბა და რატომ იდიან საერთოდ ამ მევახშეებთან? სოციალური ფონი რა, პირველ რიგში, ანუ სიღარიბეა ქვეყანაში, დაბალი შემოსავლები, პლუს ბევრი ადამიანია ქვეყანაში, ვინც მუშაობს, მაგრამ შემოსავალს ვერ ადასტურებს. როდესაც მიხვალ ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, იქ თუ შენ შემოსავალი ვერ დაადასტურე, სესხს ვერ აიღებ, გარკვეული ფორმით უნდა დაადასტურო. და როცა პირობითად ბანკი უარს გეუბნება, ესე იგი მისი ალგორითმი თვლის, რომ შენ ვერ გადაიხდი დიდი ალბათობით ამ სესხს ან ხარ რისკიანი მცესხებელი და ამიტომ ასეთ პირობებში ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია როგორც წესი შენ სესხს არ მოგცემს, მაგრამ მევახშის შემთხვევაში ინტერესი არის არა ვთქვათ კრედიტის პროცენტების აღება, არამედ შენი უძრავი ქონების დაუფლება. წავიდნენ დონში ლოკ. არ არის ენეგენი გადამხდელები. რა თქმა უნდა, არ არის. ხო და ძალიანაც კარგი. ფეხებზე მკიდია მე მაგათი კაპიკები. რა თქვისაც ხორობენო? ისანში მეტროსთან. ძალიან კარგი. რომელი სართულია? პირველი. ლიფტი არის? კი არის თო. შევაროთ მე ერთი. შეცდომა გაქვს. სადაბა? ვერ ასესხებდა შილოკი ფულს ბინის ჩადებით. 2016 იყო თუ 2018 ხო მიიღეს კანონი, რომ არ შეიძლება კერძო პირმა დოლარში გასცეს სესხი. და მით უმეტეს უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ეგაა ზუსტად საქმე. მევახშეებმა შეიძლება ითქვას, რომ კანონში რაღაცა ხვრელი იპოვეს და დაიწყეს სხვა ტიპის ხელშეკრულებების შემუშავება და გაფორმება. ანუ ვერ იმუშავა რეალურად რეგულაციამ და მათ მოიფიქრეს ეს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, როდესაც შენ უკვე იპოთეკით კი არ ტვირთავ შენ ბინას, რადგან კანონით ეს აიკრძალა, ხო? იპოთეკით დაატვირთვა ფიზიკურ პირებს შორის ხელშეკრულების გაფორმება, შესაბამისად, მათ პირდაპირ გააფორმეს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებები, რომელიც როგორც თქვით, უკვე პირდაპირ იურიდიულად გართმევს შენს ბინას და მე კი შეგიძლია გამოისყიდო, მაგრამ ამისთვის გარკვეული ვალდებულებების შესრულება გიწევს. მაგალითად 2018 წლამდე ეს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით პირობითად თუ სადღაც 1500 ხელშეკრულება ფორმდებოდა წლიურად საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხო? 11000-მდე ავიდა 2018 წლის შემდეგ და მზარდია თან რაოდენობა. ანუ ეს საჩვენებს პირდაპირ როგორ არ იმუშავა რეგულაციამ. თან ეს ოფიციალურ მონაცემებს გეუბნები შენ. ანუ სახელმწიფომ აკრძალა ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის გაფორმება, რაც იდეაში კარგი უნდა ყოფილიყო. მაგრამ საბოლოოდ გამოიწვია ფარული გაყიდვები? ეგაა ზუსტად. ეს არის პირდაპირ მაჩვენებელი იმის, თუ როგორ არ მუშაობს ხოლმე რეგულაცია. ან არასწორი რეგულაცია. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ელეს დაბადების დღეა. გილოცავთ. ანას და გიორგის აღარც ახსოვდათ კალამი, რომელიც შვილისთვის უნდა ეჩუქებინათ ერთდროულად დაბადების დღის და უნივერსიტეტში ჩაბარების აღსანიშნავად. მათ თავში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა: როგორ აუხსნათ შვილს, რომ ბინიდან გვაგდებენ? გიორგი, რას უკეთებ ამ ხალხს, რა შემიძლია? იცი რა, მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ამ თემებზე საუბარი. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ გზით შეიძლება ცხოვრება საერთოდ დაენგრეთ. პირველ რიგში, როდესაც ხედავთ, რომ არის ეს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება, ანუ თქვენ ბინას პირდაპირ თმობთ და მე კი გაქვთ ეს გამოსყიდვის უფლება, მაგრამ ვალდებულება შეიძლება ვერ დააკმაყოფილოთ და ძალიან მარტივად დაკარგოთ თქვენი
ბოლო საცხოვრებელი სახლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ხელშეკრულებას საერთოდ ხელი არ მოაწეროთ. ის რომ ბანკი უარს გეუბნებათ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რაღაცა თქვენი ჯინი ჭირს. არა, ესე იგი მან ჩათვალა, რომ თქვენ რისკიანი მსესხებელი ხართ და ვერ გადაიხდით და თუ არ გაძლევთ ბანკის სესხს, მაშინ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჯობს რომ ასეთი სესხი საერთოდ არ აიღოთ, იმიტომ რომ ასეთი ხელშეკრულებები, რომელიც ძირითადად მორგებულია კრედიტორის, ანუ მევახშის ინტერესებზე, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში გამოიწვევს მინიმუმ თქვენს დაზარალებას. მაგრამ თავარი აქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლია. არასწორი რეგულაციები არ მუშაობს. ფაქტია, რომ 2018 წელს რაც მივიღეთ, ამან პირიქით უკუ ეფექტი გამოიწვია და უფრო მეტი ადამიანი შეიძლება დაზარალდა და შემდეგ უკვე მოდის თავისთავად ის, რომ სიღარიბეა, ადამიანებს უჭირთ და ისინი იმისთვის, რომ რაღაცა საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზე იზრუნონ, ან თვიდან თვემდე თავი გაიტანონ, ამისთვის უწევთ სესხის აღება და თუ მათ ავუკრძალავთ პირობითად კანონით, ხო, ისინი ყველა გზას მონახავენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის სესხი აიღონ. საბჭოთა კავშირშიც აკრძალული იყო პირობითად ფულის გასესხება, მაგრამ არ იღებდნენ ადამიანები ვალს, არ ვარდებოდნენ ვალში. რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა, ამიტომ მხოლოდ აკრძალვები არ ემუშავებს. ანა, გააგრძელი კითხვა? დარჩა იქამდე და გავიგებ თუ ვინ გახდება 2 მილიონ ლარზე მეტი ჯეკპოტის მფლობელი. დარჩა მხოლოდ ერთი კოჭის ამოღება, ალბათ თქვენ ღელავთ, მეც ვღელავ და გავიგებ თუ ვინ მოიგებს დღევანდელ ჯეკპოტს და გათამაშდება თუ არა ის საერთოდ. მაშასე კარგად აურიოთ კოჭები, კარგად აურიოთ და კიდევ აურევ, არ უყურებთ როგორც ხედავთ. და ბოლო გათამაშებული რიცხვია 64. ახლა პაუზა და დავებოდოთ რა ხდება? რა მოვიგეთ? რამდენი? მადლობა რომ დღეს ჯეკპოტი გადავაშთა 13 ლოტოს ხავს კიდევ მაშას ეს იყო მესამე სეზონის მესამე ეპიზოდი, რომელიც კერძო მევახშეების საკმაოდ მძიმე და მტკივნეულ თემას დაუთმეთ. იმედია მოგეწონათ, თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ მოიწონოთ ვიდეო, ასევე გამოყვეთ 64-ის YouTube არხზე, ჩვენ სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე, ჩვენ ორ კვირაში დაგიბრუნდებით არანაკლებ საინტერესო თემით. გახსოვდეთ, რომ ჩვენი მხარდამჭერია TBC.